Ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის და მიხეილ სააკაშვილის ექიმები ამბობენ, რომ რუსთაველზე საპროტესტო აქციების დაშლის დროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მიერ გამოყენებული იყო წელმცადენი გაზის კაფსულები, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის არის საშიში. მედიკოსებმა აღნიშნულთან დაკავშირებით სტრატეგია აღმაშენებლის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. მათი თქმით, აქციის მონაწილეები, ვინც რუსთაველზე ამ ნივთიერების ჩასუნთქვის შედეგად დაშავდნენ, გამოუვლინდათ ცხვირიდან სისხლდენა და სხვა სიმპტომები, რომელიც საყურადღებოა. ითქვა ისიც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალური საშუალებები აქციების დაშლის დროს ყველა წესის დარღვევით გამოიყენეს. ხო გამოყენებული ტოქსიკური აირები, კაფსულის სახით, სპრეის სახით და ასევე წყლის ჭალში შერეული. რამაც გამოიწვია ამ მომიტინგეებში ძალიან სხვადასხვანაირი ნაირსახოვანი სიმპტომები. ეს სიმპტომები მოგეხსენებათ, რომ ჩვენი დაკვირვების შედეგად იყო გულისრევა, თაუბრუს ხვევა. გადაურეცხავით დღეების განმავლობაში და კვირეების განმავლობაში, დღესაც რო გახვიდეთ, ალბათ გაწუხებთ სუნი და ზოგს მოხუცვითი ჰაერის შეგრძნება აქვს. ამიტომ ეს წარმოუდგენლად გამოუყენებადი უნდა ყოფილიყო.